მაგამდე ძირითადად შეხება გქონდა ხოლმე რაღაც კვადრატულ ფესვებთან, ამიტომ არც ვწერდით რომ კვადრატული ფესვი იყო და ვთქვათ ფესვი 9-დან ვიტყოდით რომ პირდაპირ არის 3. ნუ პლუს მინუს 3, მაგრამ რადგან დადებითი ფესვი გვიწერია 3. მაგრამ მოდი ახლა შევეხოთ არა მხოლოდ კვადრატულ ფესვებს, არამედ აი ზოგადად რაღაც ხარისხის ფესვებს. ამიტომ აქ რომ სხვა ხარისხის ფესვი იყოს, აი მაგალითად 9 ისო კვადრატული ფესვი რომ გქონდეს, ხო? დავწერდით რომ გვინდოდეს აღნიშნო და უბრალოდ ესე არ ვწერდით, დავწერდით აი აქ 2-ს. და ნუ ცხადია ისევ ესეც უდრის 3-ს. მაგრამ ასე შეგვიძლია ჩავწეროთ ბევრი სხვა ტიპის, ანუ სხვა ხარისხის ფესვს, მაგალითად, ფესვი 27-დან ოღონდ კუბური ფესვი ჩაიწერება ასე. მხოლოდ ეს ნიშანი რომ დავწეროთ, იგულისხმებს კვადრატს, ხო? იმიტომ რომ ძირითადად კვადრატულ ფესვს ვართ მიჩვეული არა, ანუ ყველაზე ხშირი ეგაა. მაგრამ თუ გჭირდება რომ დავწეროთ უფრო მაღალი ხარისხის ფესვი, უნდა დავწეროთ აი ესე. ანუ აქ უნდა მივუწეროთ რომელი ხარისხის ფესვია. და ნუ ეს ჩანაწერი ნიშნავს რომ რა რიცხვი უნდა გავამრავლო თავის თავზე 3-ჯერ. აი თითქოს აქ წერი ეგ წინადადება რომ რა რიცხვი უნდა გავამრავლო თავის თავზე 3-ჯერ, რომ მივიღო ეს რიცხვი. და ნუ უნდა მივიღო კიდევ უნდა გავამრავლო 3 თავის თავზე 3-ჯერ. იმიტომ რომ მართლაც აი 3-ჯერ 3 არის 9-ჯერ 3, ანუ 27. კარგი. მოდი ახლა კიდევ ერთ მაგალითსაც გავაკეთებ. თქვათ გვაქვს 16 და მეოთხე ხარისხის ფესვს ვიღებთ. შეიძლება თავიდანვე არ მოვაფიქრდეს რა არის ეს, ანუ რა უნდა გავამრავლო 4-ჯერ თავის თავზე რომ მივიღო 16. შესაძლოა 4-ჯერ თავის თავზე გამრავლობაში იმას გულისხმობ რომ რაღაცა რიცხვი უნდა იყოს ისეთი, რომ 4 ცალი ამ რიცხვის ნამრავლი იყოს 16. მაგას გულისხმობ. და თუ თავიდანვე არ მოგდის თავში ეს, შეგვიძლია დავშალოთ ეს მომრავლებად და გვექნება 2-ჯერ 8, მე 8 არის 2-ჯერ 4 და 4 არის 2-ჯერ 2. და თუ დაუკვირდებით 1, 2, 3 და 4. 4 ცალი ორიანი არის და მაშინ აშკარად ჩანს რომ აქ გვაქვს რეალურად 2-ჯერ 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 2-დან მეოთხე ხარისხის ფესვი. რაც მართლაც უდრის 2-ს, იმიტომ რომ ეს არის 2-ის მეოთხე ხარისხი. კარგი, მოდი ვთქვათ რაღაც მაგალითი გავაკეთოთ. ჯერ ზოგადად ერთ რამეს შეგახსენებთ, სანამ მაგალითს გავაკეთებ, რომ აი ესეთი ჩანაწერი რაღაც კვადრატული ფესვი x-დან ხარისხად n ოღონდ, ანუ n ხარისხის კვადრატული არ უნდა თქვა, ბოდიში. n ხარისხის ფესვი x-დან შეგვიძლია ჩავწეროთ ასეც, ძალიან გამოსადეგი რაღაც არის x-ი ხარისხად 1 გაყოფილი n-ზე. ანუ აი ეს 2 არის აბსოლუტურად ექვივალენტური. ანუ n ხარისხის ფესვი x-დან არის იგივე, რაც x-ი ხარისხად 1 გაყოფილი n-ზე. მოდი ახლა ჩავწეროთ ესეთი, უბრალოდ გავაკეთოთ ესეთი მაგალითი. თქვათ გვაქვს მეხუთე ხარისხის ფესვი 96-დან. ახლა მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ნუ თავიდანვე არ ჩანს 5-ჯერ რა უნდა გავამრავლო თავის თავზე რომ მივიღო ეს. შეიძლება ეს რიცხვი არც იყოს რამის მეხუთე ხარისხი და უბრალოდ მასში შედიოდეს, ანუ მომრავლებად რო დავმშლით რაღაცა რაც არის მეხუთე ხარისხი რამის. ამიტომ მოდი ახლა ეს დავშალოთ მთლიანად მომრავლებად. ნუ ლუწი ამიტომ 2-ზე იყოფა, ესე იგი 2-ჯერ 48 გვექნება, ისევ მე ეს არის 2-ჯერ 24, 24 არის 2-ჯერ 12, 2-ჯერ 12, შემდეგ 12 არის 2-ჯერ 6 და 6 არის 2-ჯერ 3. ეხლა როგორ რაღაცა მივიღეთ აქ? მივიღეთ 1, 2, 3, 4, 5, 5 ორიანი და 1 სამიანი. ანუ რეალურად ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი შემთხვევა აქ, რომ ეს ფესვი, მეხუთე ხარისხის ფესვი 96-დან არის იგივე რაც მეხუთე ხარისხის ფესვი 5 ორიანის ნამრავლი ფესვში და კიდევ სამიანი. ანუ 5 ორიანის და სამიანის ნამრავლიდან მეხუთე ხარისხის ფესვი. ახლა ამას თუ დავუკვირდებით ეს რა არის? ეს არის იგივე, აი ამის მიხედვით თუ იმსჯელებთ. ეს არის იგივე რაც 2 გამრავლებული 2-ზე გამრავლებული 2-ზე და ასე შემდეგ 5 ცალი და გამრავლებულია 3-ზე ხარისხად 1/5. ანუ რადგან გვაქვს რაღაცა საიდანაც ვიღებთ მე-n ხარისხის ფესვს, ეს თუ არის იგივე რაც ეს რაღაც ხარისხად 1 გაყოფილი n-ზე, მაშინ აქ აი აქედან თუ ვიღებთ მე-5 ხარისხის ფესვს, ეს არის იგივე რაც აი ამისი 1/5 ხარისხი. ეხლა ხარისხების თვისებები ვიცით, შეგვიძლია გავაკეთოთ ისე რომ ნამრავლები ცოტა გავანაწილოთ, ანუ კერძოდ ჩავწეროთ ასე 2-ჯერ 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 2 ხარისხად 1/5 გამრავლებული 3 ხარისხად 1/5-ზე. და მაშინ ახლა აქედან უკვე ყველაფერი კარგადაა, იმიტომ რომ 5 ორიანი გვაქვს. ანუ რეალურად აქ გვაქვს 2-ის მე-5 ხარისხი და 2-ის მე-5 ხარისხი აგვყავს 1/5 ხარისხში. 2-ის მე-5 ხარისხი აგვყავს 1/5 ხარისხში და მე კიდევ ამას ვამრავლებთ 3-ის 1/5 ხარისხზე. და ნუ შეგახსენებთ რომ როცა რაღაც რიცხვი ხარისხად რაღაც კიდე აგვყავს რაღაცა ხარისხში, ეს ხარისხები ერთმანეთზე მრავლდება. ამიტომ 2 ხარისხად 5-ჯერ 1/5 იქნება, რაც არის 2 ხარისხად 1. ანუ გვაქვს 2 გამრავლებული 3-ის 1/5 ხარისხზე. ეხლა ეს უკვე არის საბოლოო პასუხი. შეგიძლიათ დატოვოთ ასე 2 გამრავლებული 3-ის 1/5 ხარისხზე, ან შეგიძლიათ ჩაწეროთ ისევ
შედარებით უფრო ისე სტანდარტულად 2 მეხუთე ხარისხის ფესვი 3-დან. ორივე საკმაოდ ისეთი ადეკვატური და სწორი პასუხია. მოდი გავაკეთოთ კიდევ რამდენიმე, კიდევ ერთი მაგალითი. თქვათ გვაქვს ასეთი რამე. მოდი ერთი მაგალითი გავაკეთოთ, მაგრამ კარგი. თქვათ გვაქვს მე-6 ხარისხის ფესვი 64 x-დან, ოღონდ x არის მეორე ხარისხში. 64 ჯერ x-ი ხარისხად 8 და აქედან მე-6 ხარისხის ფესვი. მოდი ჯერ დავშალოთ 64. 64 არის 2 ჯერ 32. შეიძლება გახსოვთ რაც არის 64, მაგრამ მოდი მაინც დავშლი. 32 არის 2 ჯერ 16, 16 არის 2 ჯერ 8, 8 არის 2 ჯერ 4 და 4 არის 2 ჯერ 2. ესე იგი დავშალეთ, გამოგვიდა 1 2 3 4 5 6. 6 ორიანის ნამრავლი ყოფილა 64. ესე იგი რეალურად აქ ჩვენ მე-6 ხარისხის ფესვი გვაქვს 2 ხარისხად 6 გამრავლებული x ხარისხად 8-დან. ეხლა აქედან შეგვიძლია მარტივად წავყვეთ პირველ რიგში როგორ წეღან რაც გავაკეთეთ, ცალკე აქედან ფესვი თუ ანუ თუ რა ეგრე არის, თუ ჩავწერთ ესე რომ ეს არის იგივე რაც ცალკე ფესვი მე-6 ხარისხის აქედან, ცალკე ფესვი მე-6 ხარისხის აქედან და მაგათი ნამრავლი, მაშინ ცხადია რომ 2 ხარისხად 6-დან მე-6 ხარისხის ფესვი იქნება უბრალოდ 2, ხო? და დაგვრჩება მე-6 ხარისხის ფესვი x-ის მერვე ხარისხიდან. აი ესეთი რაღაცა. ეხლა ეს სინამდვილეში ასე არ უნდა დავტოვოთ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ გამარტივებადი რაღაცაა და კერძოდ როგორ. ეხლა ვნახოთ. x-ი რა არის? x-ი შეგვიძლია გადავწეროთ ასე აქ. 2 ჩვეულებრივად დარჩება, მე-6 ხარისხის ფესვი ჩვეულებრივად დარჩება და x-ი ჩავწეროთ როგორც x მე-6 გამრავლებული x კვადრატზე, ხო? მაშინ რა გამოვიდა? x მე-6 ცალკე შეგვიძლია ამოვიღოთ x მე-6-დან მე-6 ხარისხის ფესვი და ცალკე x მე-2-დან. ანუ მოდი მაინც დეტალურად დავწერ, ეს არის იგივე რაც მე-6 ხარისხის ფესვი x მე-6-დან გამრავლებული მე-6 ხარისხის ფესვი x კვადრატიდან ზე. ეს არის პირდაპირ x-ი, ესე იგი გვაქვს 2x-ი მე-6 ხარისხის ფესვი x კვადრატიდან. ეხლა შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ახლა დავამთავრეთ, მაგრამ არა, იმიტომ რომ უფრო გამარტივებადიც არის. ისევ გავიხსენოთ ერთი რაღაც, რომ ეს ჩანაწერი 2 გამრავლებული x-ზე და გამრავლებული მე-6 ხარისხის ფესვი x კვადრატიდან ზე არის იგივე რაც x-ი ხარისხად 2 მე-6-დი რომ იყოს აი ამის ნაცვლად. ანუ აქ გვაქვს ჩვენ x-ი ხარისხად 2 მე-6-დი და პარემ გავამარტივოთ ეს ჩანაწერი. მაშინ გვექნება 2x-ი გამრავლებული x-ი ხარისხად 1/3-ზე. ან იგივე რაც 2x-ი გამრავლებული მე-3 ხარისხის ფესვი x-ზე. აი ეს უკვე არის საბოლოოდ მართლაც გამარტივებულად ჩაწერილი რამ. შეგვეძლო ასე არ გვექნა და შეგვეძლო მაგალითად თავიდანვე მივდგომოდით ცოტა უფრო მარტივად, ანუ აი აქედან წავყოლოდით და ესეთი რაღაცა გვექნა დაახლოებით. დაგვეწერა რომ ეს არის იგივე რაც 2 ხარისხად x-ი 2 გამრავლებული უბრალოდ x-ის 8/6 ხარისხზე ეს გვექნა. შემდეგ ან მოდი ცოტა უფრო გადავახტე კი არა და ცოტა უფრო დაწვრილებით დავწერო. აი ესეთი რაღაც დაგვეწერა ჯერ. იმიტომ რომ მე-6 ხარისხის ფესვი რაღაციდან არის ეს რაღაცა 1/6 ხარისხში. მერე დავწერდით რომ ეს არის იგივე რაც 2 გამრავლებული x-ის 8/6 ხარისხზე, აი ესე. და მერე აქედან გავამარტივებდით უკვე რომ ეს არის იგივე რაც 2 გამრავლებული x-ის 93 ხარისხზე. და უკვე ეს ჩანაწერი არის იგივე რაც ეს და იგივე რაც ეს. უბრალოდ ცოტა სხვა ფორმით დაწერილი.